ახალ ამბებში ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი მიწისძვრის შესახებ საუბრობდნენ, როდესაც იაპონიის სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A350 დაშვებისას ასაფრენ ბილიკზე უნებართვოდ გამოსულ სანაპირო დაცვის თვითმფრინავს Dash-8 შეეჯახა. საბედნიეროდ სამგზავრო ბორტზე მყოფი 379 მგზავრისა და ეკიპაჟის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. A350-მა მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო ცხვირის ნაწილში. იგი გადაცურდა ასაფრენ ბილიკიდან და 1700 მეტრში მარჯვენა გვერდზე გადახრის შემდეგ გაჩერდა ადაზასა და მიმოსვლის ბილიკ ჩარლი 11-ს გადაკვეთასთან მახლობლად. შეჯახების შედეგად გამოწვეულმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ორივე თვითმფრინავი. სამგზავრო ბორტზე მყოფი მგზავრებისა და ეკიპაჟის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. სანაპირო დაცვის თვითმფრინავის კაპიტანმაც მოასწრო გადმოხდომა. სანაპირო დაცვის დანარჩენი 5 ეკიპაჟის წევრი ვერ გადარჩა. After the international airport is called. შეიძლება გაგიჩნდათ კითხვა, თუ 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და თანამედროვე ქვეყანაში როგორ შეიძლება ასეთი რამ რომ მოხდეს. ეს არის ტოკიოს ჰენადა აეროპორტი. ეს კი მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. ამ მიმოსვლის ბილიკზე ჩარლი 5 გადაადგილდება თვითმფრინავი Dash-8, რომელიც მიემართება ასაფრენ ბილიკზე 34 right, ანუ მარჯვენა 34 ბილიკზე. და გვყავს ასევე A350, რომელიც ჩნდება იგივე 34 right ბილიკზე. ჩანაწერიდან ვგებულობთ, რომ ავიამეთვალყურე აძლევს A350-ს დაშვების უფლებას. შემდეგ კი უბრძანა სანაპირო დაცვის თვითმფრინავს, რომ გაჩერებულიყო მოსაცდელ ადგილზე. ეს ბრძანება სწორად იყო გაგებული და განმეორებული ეკიპაჟის წევრების მიერ. ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა უნებართვოდ ასაფრენ ბილიკზე გამოსვლა, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, საღამო მშვიდობის თქვენ ხართ ნომერი პირველი, შეიძლება დაიწყო ფიქრი, რომ კარგია, პირველი ვარ ასაფრენად. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება ასე ეფიქრა. ადრე წლების წინ სხვა ტერმინოლოგიას იყენებდნენ და მეთვალყურეს შეიძლება ეთქვა position on hold, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა დაიკავო ადგილი ადეზეზე და დაელოდო. ეს სწორედ იმიტომ იყო გაკეთებული, რომ position on hold და holding point გავს ერთმანეთს, ასე რომ ახლა იხმარება line up and wait, რაც იგივე მნიშვნელობა არის, რაც position on hold. ასე რომ ჩემი აზრით სანაპირო დაცვის ფინალმა შესაძლოა არასწორად გაიგო ეს ბრძანება. კიდევ ერთი ფაქტორი ის იყო, რომ ასე ვთქვათ, step ნიშანი, სადაც დაცვის თვითმფრინავს უნდა გაეჩერებინა, არ მუშაობდა შუქნიშნები, რომლებიც წითლად ანათებს იმ შემთხვევაში, თუ ადეზეზე შესვლა აკრძალულია. ნიშნავს ეს, რომ პილოტი უდანაშაულოა? არა, რადგან ინფორმაცია 25 დეკემბრიდან მოცემული იყო ნოტამის მოხსენებაში. მაგრამ საბოლოო შედეგზე ამ ფაქტმა უდაოდ გავლენა იქონია. გადარჩენილ მფრინავს ინტერვიუს ჩამოართვეს, სადაც იგი ამბობს, რომ კი, მას ნება დართვეს გასულიყო ასაფრენ ბილიკზე. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად გაიგო და ასევე იმას ნიშნავს, რომ იცოდა, რომ ასაფრენ ბილიკზე გადიოდა და 40 წამის განმავლობაში იქ იდგა, ანუ იცოდა სად იყო. რაც შეეხება A350-ის ეკიპაჟს, შეეძლოთ თუ არა მათ დაენახათ ასაფრენ ბილიკზე მყოფი სხვა თვითმფრინავი? არა. იქ მხოლოდ ბნელ ადგილს თუ შენიშნავდნენ ბოლო წამებში. ბნელ ადგილს, რომელიც სულ რამდენიმე წამში გაანათებს მთელ აეროპორტს. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ისევ ადამიანის შეცდომამ, გადამოწმების და საყვედურის მიღების შიშმა იქონია გავლენა ამ ყველაფერზე, მაგრამ ამას დასკვნა გვიჩვენებს. სადაც ყველა კითხვაზე პასუხს მივიღებთ.